ჩვენი ქვეყნის 20% მიტაცებულია და ჩვენსავე მიწაზე გვიკრძალავენ გადაადგილებას. რუსეთი ჩვენი გონების ოკუპაციასაც ცდილობს. საქართველოს გაცხადებული ევროპული არჩევანის მიუხედავად. ახლა ჯერი ინტელექტის ოკუპაციაზეა, რომელსაც ყველა ერთად ვეუბნებით არას. რამდენიმე გამონაკლისის გარდა. როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართების სოფლებს, სახლებსა და სალოცავებს ორატყობს და როცა მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება, რუსეთი ახლა ირიბი გზით საავტორო უფლებებში გავლენების აღდგენასა და მოპოვებას ცდილობს. არა ინტელექტის ოკუპაცია. არა ინტელექტის ოკუპაციას. არა ინტელექტის ოკუპაცია. არა ინტელექტის ოკუპაციას. ინტელექტის ოკუპაციის მცდელობა რუსული ფული და საფრთხე მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა მაშინ დაინახეს, როცა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ანალოგი შეიქმნა. შემოთავაზება იყო, რომ მე გავხდარიყავი თავმჯდომარე მუსიკოს საავტორო უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა რუსეთის მოქალაქეებმა ერთი თვის წინ შესთავაზეს. მატერიალურ სიკეთეებთან ერთად სოლიდურ ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ. რუსული მხრიდან ვინც იყვნენ შემომთავაზებლები, იურიდიულად არ ჩანდნენ ვინ იყვნენ. და ჩემთვის კითხვის ნიშანი დატოვა ამან. ვარ ნიკას აკადემიკოსი, რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. და კიდევ 54 ფილმის საუნდტრეკი მოგაკეთებული სრულმეტრაჟიანის და სერიალებზე აღარ ვლაპარაკობ და სარეკლამო როლიკებზე და მე ვერ ავიღეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე. იმიტომ რომ ყოველთვის ფრთხილი ვარ დავჭერ ჩემი ქვეყნის ერთგული. რუსეთი ცდილობს ყველაფრის ოკუპაცია მოახდინოს. მუსიკოსები და შემსრულებლები გვიყვებიან, რომ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვათ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრობაზე. ისინი დაგვირდნენ ოქროს კოშკებს და უცებ მილიონებს და ყველანი ხვდებოდით ძალიან დიდ რემ, ასე არ ხდება. ესეც გარკვეულწილად ოკუპაცია, რა თქმა უნდა, როდესაც შენ გინდა ნელი, რბილი გზით და ძალით შემოხვიდე რაღაცა ინტელექტს და საკუთრო ჩემსაც, ჩემ თუნდაც მატერიალურ დოვლაც, ეს ხო შემოსავალია ჩვენი. შეთავაზებულ წინადადებაზე უარი კიდევ ათობით კომპოზიტორმა და შემსრულებელმა თქვა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საავტორო უფლებადამცველი ახალი ორგანიზაციის წევრობას დასთანხმდა. 1 მარტს დარეგისტრირებული ორგანიზაციის საბჭოში 10-მდე წევრია. მათ შორის რუსა მორჩილაძე, დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე, ჯემალ სეფიაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე კი ალექსანდრე გვარიშვილია. არიან უკმაყოფილო ავტორები და აი ამ უკმაყოფილო ავტორებმა გადაწყვიტეს დაეფუძნებოდათ ახალი ორგანიზაცია, თვლიან, რომ ამის უფლება აქვთ. ახალი საავტორო უფლებათა ასოციაციის შექმნის მთავარი მიზეზი საბჭოს წევრების თქმით ის გახდა, რომ მოქმედი ასოციაცია ხელოვანთა უფლებებს სათანადოდ ვერ იცავს. პირადად მე თუნდაც აგერ 3-4 ხუთჯერ მქონდა იგივე კობალაძესთან საუბარი, რომ მითხარით თუ შეიძლება საიდან მოდის ეს თანხა, საიდან ირიცხება, როგორ ნაწილდება, ეს ხო უნდა ვიცოდე, ხო, მაგ ამის სრული უფლება, ხო? აქედან გამომდინარე, ამ 3-4 წლის განმავლობაში არანაირი პასუხი არ ყოფილა არასოდეს. ჩვენი წლიური ანგარიში ქვეყნდება ბეჭდურად, იგზავნება ყველა წევრს, ეს ანგარიში იგზავნება ჩვენს მსოფლიო ორგანიზაციაში და უფრო მეტიც, ყველა წევრს, ვინც ჩვენთან გაწევრიანებულია, ამ 2000-ვე ადამიანს, წვდომა აქვს მის პერსონალურ ინფორმაციაზე შეუფერხებლად და ის ნახულობს კონკრეტულად საიდან რამდენი როდის შეგროვდა მის სახელზე. გიგა კობალაძე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას 7 წელია ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ რუსეთის მცდელობა გავლენა მოეხდინა საქართველოს საავტორო უფლებებზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ, როცა რუსეთის საავტორო უფლებების დამცველმა ორგანიზაცია რაომ საერთაშორისო ორგანიზაციის სიზაკის კონკურენტად ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია EACOP დააფუძნა. ორგანიზაციაში ყოფილი DST-ს ქვეყნები გაერთიანდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. ამავე რაოს მიერ დაფუძნდა ცენტრი, რომელიც EACOP-ის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემებს აკონტროლებს.
5კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა ჩემი რუსი კოლეგა, ჰქონდათ მცდელობა იმისა, რომ დავერწმუნებინეთ, რომ ეს ევრაზიული კავშირი უკეთ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. დაახლოებით 5-6 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინებით და მათთან შეთანხმებით დასაბუთებული უარი განუცხადე წერილობით, სიტყვიერად. აჩი ფურცელაძე ახალი ასოციაციის წევრია და ღიად ამბობს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებაში რუსული რაომად მხარში უდგას. ქმნის ორგანიზაციას, რომელსაც ქართველები ქმნით, შემქმნელები და ამაარსებლები და საინიციატივო ჯგუფის წევრები ვართ ჩვენ ქართველები და მუსიკოსები, რაც ყველაზე მთავარია და ჩვენ თვითონვე განვაგებთ აი ამ რაღაცა წესებს და კანონებს და მათი დახმარებით ჩვენ უბრალოდ გავდივართ უფრო დიდ ბაზარზე. თუმცა ორგანიზაციის სხვა წევრები რაოს ფრთის ქვეშ ყოფნას უარყოფენ. საკუთარი ბიზნესიდან მოზიდული თანხებით კი ორგანიზაციის დამფუძნებლებმა უკვე შეიძინეს აპარატურა, რომელიც ბარებსა და რესტორნებში შესრულებულ მუსიკას გააკონტროლებს. ჩვენ შევიძინეთ ლიცენზია ბრიტანეთიდან, თუმცა ეს აპარატურა რუსეთში და SNG-ს ქვეყნებში წარმატებით იქნა გამოყენებული. მესამე წელი სრულდება თანამშრომლობთ ესპანურ კომპანიასთან, BIMAT არის ასეთი კომპანია, რომელიც ამონიტორინგებს ტელეარხებს და იგივე კომპანია ეხლა აპირებს შემოიტანოს და დააყენოს აი იმ რესტორნებში, სადაც ჟღერს ცოცხლად მუსიკა, მოწყობილობები, რომელიც ჩაიწერება. ახლაც შექმნილ უფლებადამცველთა ასოციაციას შეძენილი აპარატურის დასაწყობება სავარაუდოდ დიდი ხნით მოუწევს, რადგან ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით სფეროში, მაგალითად მუსიკაში, ლიტერატურაში, მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უნდა არსებობდეს. ასეთი კი უკვე არსებობს. ასევე საჭიროა ორგანიზაციას რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება, მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან ჰქონდეს გაფორმებული. აუცილებელია, რომ ეს იყოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული ორგანიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის ესეთ ფუნქციებს ვერ შეასრულებს. ამიტომ შესაბამისი ქმედებები, რაც იქნება გადადგმული და შეეწინააღმდეგება კანონს, ალბათ შეფასდება არალეგიტიმურად. ძალიან მიკვირს საკპატენტის ამგვარი პოზიცია, რატომ არის? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავითარი საფუძველი ამგვარი დასკვნის გაკეთების არ არსებობს, ჩემი აზრით. კანონის განმარტება სხვადასხვა ხერხები არსებობს, სხვადასხვა მეთოდები არსებობს და ამოგლეჯილად კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა იქნეს განმარტებული მხოლოდ ერთი წინადადების წაკითხვით. როგორ დაიწყებს ახალი ორგანიზაცია ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე რთული წარმოსადგენია. მით უფრო მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობის გარდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია SIZAK პირდაპირ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ჩამოიშლება და ავტორები დაზარალდებიან. და მაინც როცა ოკუპანტი ქვეყანა მუდმივად და სხვადასხვა გზით საკუთარი გავლენების მოპოვებას ცდილობს ყველა სფეროში, ეგრეთ წოდებული ტროლები პრორუსულ განწყობებზე ისევ მუშაობენ, როცა ყოველდღე გვიწევს რუსული აგრესიის მტკივნეულ შედეგებზე საუბარი და როცა ქვეყნის 20% ისევ ოკუპირებულია, არჩევანის თავისუფლების მიუხედავად ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა ნებისმიერ სფეროში წარმოუდგენელია.